мы будем развивать отношения между Россией и Грузией, потому что Россия это для Грузии как большой враг. Რასაც ფიქრობს ივანიშვილი, რუსეთში ლაპარაკობს ფარცხალაძე. ქართველი ოლიგარქი სანდო კაცი პუტინის კარზე ჩრდილიდან გამოდის. ოტარ ფარცხალაძის ეს ვიდეო რუსულმა მედიამ გაავრცელა. ეს ფარცხალაძის დაჯილდოების ცერემონია. მას რუსეთმა მშვიდობის ელჩის სტატუსი მისცა. Я Таранзорович, от всего сердца поздравляю вас. Теперь вы посол мира Федерации Всеобщий мир. ქართული ოცნებისთვის რუსეთის ფარულად ქების დრო დასრულდა. ახლა ბიძინა ივანიშვილის ყველაზე სანდო კაცი და მისი ნათესავი რუსებს ღიად ეუბნება, რომ საქართველო მადლობელია და 240 წლის წინ ჩვენს ქვეყანაში რუსეთი რომ არ შემოსულიყო, საქართველო ვერასდროს განვითარდებოდა ასე. И последние 240 лет, когда Грузия присоединилась к Российской империи, да, вот для Грузии тогда и досталось время развиваться, и Грузия стала другим государством. შაბათის გუნდმა აღმოაჩინა, რომ ოტარ ფარცხალაძეს რუსეთში ოფიციალური სტატუსი მისცეს რუსეთის სასარგებლო ჯაშუშობის გამო. ამერიკის მიერ სანქცირებული ფარცხალაძე ახლა მხოლოდ ბიზნესმენი აღარ არის. ის კომუნისტური კავშირის წევრი გახდა და დააფუძნა რუსი ქართველების მოძრაობა. ფარცხალაძეებთან მივდივართ. არ შეიძლება. ვინ გადაწყვეტა? ასია ჩვენ. თქვენ ფარცხალაძის დაცვა ხართ თუ უბრალოდ აქ უბანში? არავის უფლება არ მაქვს შეყვანის გაშფებს. კარგი, თქვენ შემიყვანთ, წამოდი კაცო, ერთი წამი. ხო შეიძლება გიხსნით ადამიანურად, რომ კერძო საკუთრებაა, ხო? მეც გიხსნით, რომ ჟურნალისტი ვარ და კითხვები გვაქვს ფარცხალაძეებთან. ხელი არ მომკიდათ? არ შეიძლება, არა. ეს რას ნიშნავს? რა გაყვირებს პირველ რიგში მითხარი? თქვენ ნორმალურად გესაუბრებით, ხო? გვაქვს კითხვები. ბატონო ოტარ ფარცხალაძესთან სახლში ბრძანდება? არაფერი არ ვიცი. თუ არ იცით გაარკვიეთ. რა უნდა გავარკვიო? ამაში გამატარეთ და მე გავარკვევ. ვერ გაგატარებ. საქართველოს მოქალაქეობა ჩამორთმეული ოტარ ფარცხალაძე დროის დიდ ნაწილს წყნეთში, ამ რეზიდენციაში ატარებს. იმის მიუხედავად, რომ ამერიკულმა სპეცსამსახურებმა ფარცხალაძე რუსეთის სასარგებლო ჯაშუშობაში ამხილეს და სკანდალის ფონზე ქართულ ოცნებას მისთვის საქართველოს პასპორტის ჩამორთმევა მოუწია, არასდროს ჰქონია ქვეყანაში შემოსვლის პრობლემა. აქ ფარცხალაძესთან შესახვედრად მივდივართ მას შემდეგ, რაც საქმიანი რუსეთის პორტალზე აღმოვაჩინეთ, რომ ოტარ ფარცხალაძემ რუსეთსა და საქართველოს შორის ომის შემდეგ გაწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა საკუთარ თავზე აიღო. არ მოქვს უფლება, მე თვითონ არ მაქვს, რომ ამის იქით გავატარო სხვა. რო არ ვიცით ის. ანუ ქვეითად მოსიარულეებსაც ესე ფეხით წინ უდგებით ხოლმე, რა ეკითხე პირადობებს ართმევთ, ვისთან მიდიან? საზღვარი გაქვთ გაკეთებული? არანაირ ინფორმაციას ამიტყვის გეხვეწებით დაელოდეთ ჩვენს უფროს. გამატარე ერთი წამი და მამაკაცი, რომელიც ფარცხალაძეების რეზიდენციამდე მისასვლელ გზას გვიღობავს, მისი სამხრე ნიშნის მიხედვით განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელია. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი, შინაგან საქმეთა სამინისტრო. პაპუნა, მოდი, აი ახლა რატო იხსნი, გერიდება? განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი არ? არა, პროსტა მიკეთია. პროსტა გიკეთი არა ის ნიშნავს. განაშაულია, იცი, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი. მაჩვენ, რატომ შეიძლება რა? განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი ჩააყენეს ოტარ ფარცხალაძის დასაცავად. მაჩვენე, რატომ მოიხსენი? ანუ რას ნიშნავს ეს? გამოდის, რომ ფარცხალაძის სახლის დასაცავად ხარებას ხალხი დგას. გედედეს ხალხი ჩააყენეს აქ? ანუ ფარცხალაძის დასაცავად გედედეს თანამშრომლები ხარ ჩაყენებული. მაჩვენე, ხარებას ხალხი იცავს ფარცხალაძეს? მე არ ნერვიულობ, აშკარად თქვენ ნერვიულობთ და ფარცხალაძე. არაფერს არ ნერვიულობ. ანუ ხარებას ხალხი ჩააყენეს ფარცხალაძის დასაცავად აქ? ამერიკული სპეცსამსახურების მიერ რუსეთის აგენტობაში მხილებული ოტარ რომანოვი ფარცხალაძის სახლთან ჩვენი კამერის გამოჩენის შემდეგ ადგილზე სპეცმანქანას გამოიძახეს. თქვენ რომელ სამსახურს წარმოადგენთ? ვალდებულია გიპასუხოთ.
თუ არ მიშობთ აქედან, მაშინ ვალდებული ხართ რომ მიპასუხოთ და თუ არა და უნდა შევიდე, იმიტომ რომ უნდა ვიცოდე რომ ბატონო შემოვისაზღვროთ, იმიტომ რომ არ გიშვით. როდის ჩააყენეს გედედეს თანამშრომელი აქ ფარცხალაძის დასაცავად. ეს თქვენ ღაპრებს ნუთხზავთ. მაშინ მაჩვენეთ მისი სამსახურეობრივი მოწმობა რომ თქვენთან მუშაობს ან რომელი დაცვის კომპანია ხართ. აგი აწერია. თქვენ რა გაწერიათ ბატონო? მე რა უნდა მეწეო, ვალდებულება მეწეროს? თქვენ ვინ ხართ? აი ეს დაცვა ვარ. აი ეს დაცვა რას ნიშნავს? რა ქვია ამ დაცვას? რა ქვია? ბატონო, რა ქვია ამ დაცვას? კარებზე არა, თქვენ სად მუშაობთ? კითხულობთ ხოლმე მან? ან თქვენ დასაქმების ადგილს იქ კითხულობთ სად მუშაობთ? ვალდებული არა ვარ, თქვენ გიპასუხოთ. ეს საქმიანი რუსეთის პორტალზე ოთარ რომანოვ ფარცხალაძის პირადი გვერდია. აქ ბიძინა ივანიშვილის სანდო კაცი თავად წერს, რას ემსახურება მისი საქმიანობა რუსეთში. ამოცანა ნომერი 1. განვითარდეს საქართველოსა და რუსეთს შორის ყველა შესაძლო საქმიანი, სოციალური და ეკონომიკური თანამშრომლობა, რომლის მიზანია რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა, მათ შორის საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენაც. სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენაზე საუბარი რუსეთთან მიმდინარეობს. ვისი სახელით საუბრობს ოთარ ფარცხალაძე? არანაირი ურთიერთობებისა საუბრები ამასთან დაკავშირებით. გამორიცხულია ეს, არა ამაზე საუბარი. გარდა იმ ადამიანისა არის ბევრი სხვა ადამიანი, რომელიც გამოთქვავს თავის მოსაზრებებს ურთიერთობებთან დაკავშირებით. კონტაქტ რუსებთან არ აქვს. ჩემი ხაზით აბსოლუტურად. ეს კაცი ვისი ხაზით მოქმედებს ბატონო? მე შემილეკითხათ, ეს არის კონკრეტული ადამიანი, რომელსაც აქვს თავის საქმიანობა რუსეთში, გამოხატავს თავის მოსაზრებას. ეს გიორგი ქაჯაია, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში. მან ყველაზე კარგად იცის შეცვლილი საგარეო კურსის ფონზე რა მოლაპარაკებები მიმდინარეობს ოფიციალურ თბილისსა და ოკუპანტ სახელმწიფოს შორის. ირაკლი კობახიძის მრჩევლად ქაჯაია პირდაპირ რუსეთიდან ჩამოიყვანეს. ის წლების განმავლობაში მოსკოვში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში მუშაობდა. ქაჯაიამ კარგად იცის, რომ ფარცხალაძე მოსკოვში ივანიშვილს პირადად წარმოადგენს, ამიტომ მისი სახელის ხსენებისას ფრთხილობს. განცხადებებს ამ კაცის გარდა ბევრი სხვა აკეთებს ამგვარ განცხადებას, ვინც რუსეთში ცხოვრობს. ეს კაცი ქართული ოცნების მთავარი პროკურორი იყო, ბატონო გიორგი, ის არ არის რიგითი ადამიანი. ნუ ამდენი ბევრია ხალხი რო იცოდეთ, რომელსაც აქვს რაღაც თავიანთი წარმოდგენა ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე. ახლა თქვენ მეუბნებით, რომ კერძო პირი ალაგებს ქვეყანას შორის ურთიერთობას. რა ურთიერთობების აღდგენაზე ლაპარაკობ, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე. სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენაზე ლაპარაკობს. ვანომ თქვას. თავარი დესპანი ქართულ ოცნებასთან მაკავშირებელი კრემლიდან სწორედ ოთარ ფარცხალაძეა. მე ამას ვერ გეტყვით, რომ ეს ადამიანის რეგულარული დესპანი. გამორიცხულია. არის დიპლომატიური წარმომადგენლობა, არის მისი ხელმძღვანელი და მე ხელმძღვანელისგან ამდაგვარი რაღაცები არ გამიგია. გამიგეთ? კობახიძის წარმომადგენელი, რა თქმა უნდა, ფარცხალაძის რუსეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ ადასტურებს, თუმცა თავად ფარცხალაძე არ მალავს, რომ პირდაპირი ფრენების აღდგენა და საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმება მისი ჩართულობით მოხდა. რაც აქამდე დამალული იყო, ახლა ოთარ ფარცხალაძემ თავად დაწერა საქმიანი რუსეთის პორტალზე. ფრენების აღდგენის ამბავი ხომ იცით, ბატონო გიორგი? ფრენები რომ აღდგა, ფარცხალაძის ჩართულობით ხდებოდა ეს ყველაფერი. ცალკარში ხომ ვერ ითამაშებს ეს კაცი? აი, რაღაცას გეტყვით. მე უბრალოდ კაბინეტში არ ვიჯექი. მე მუშაობდი. და მაქვს ბევრი ინფორმაცია. მამტომაც გეკითხებით ბევრი. და გელაპარაკებით, ამ საკითხთან მიმართებაში ფარცხალაძის არანაირი კავშირი არ ჰქონდა. რომელ საკითხთან დაკავშირებით? ფრენების აღდგენა. ვინ იყო ჩართული ფრენების აღდგენის საკითხში? თქვენ იყავით ჩართული ბატონო გიორგი? საქართველოს მთავრობიდან ვინ იყო ბატონო გიორგი? არის, მე ჩართული არ ვიყავი. მაგრამ ისიც რომ ფარცხალაძე არ იყო ჩართული და ეს გარკვეული ინფორმაცია. რა ინფორმაცია, ვინ იყო ჩართული ბატონო გიორგი? მე მეორე მთავრობიდან ჩართული არავინ. ბატონო გიორგი. რასაც ირაკლი კობახიძის მრჩეველი მალავს, არ უარყოფს ოთარ ფარცხალაძის პარტიის საგარეო მდივანი. მამუკა ფიფია ჩვენ გვიდასტურებს, რომ ოთარ ფარცხალაძე რუსეთის სათათბიროს დსთ-ს საკითხთა კომიტეტის ფარგლებში რუსეთის ხელისუფლებას, მათ შორის საქართველოს გავლით პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენაზე ელაპარაკება. თარი არის სენგეს კომიტეტში
არის ჩართული სხვადასხვა ფორმატებში, არის იქ მრგვალი მაგიდები, სადაც არიან ყველა რუსეთის სტრუქტურები. ოთარი არის ექსპერტი, კომიტეტის მოწვეული ექსპერტი. განიხილება აფხაზეთის რკინიგზის საკითხები და რა თქმა უნდა დიპლომატიური კავშირების აღდგენის საკითხები. მიდის მოდელირება, როგორ უნდა გაიხსნას ეს გზა და როგორ უნდა ამუშავდეს ეს ლოგისტიკური მიმართულებები. პრორუსული პარტიის ლიდერი და ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრი ჩვენ გვიდასტურებს, რომ მოსკოვში საქართველოსთან დამაკავშირებელი სარკინიგზო ხაზის აღდგენის საკუთარი ვერსია უკვე შექმნეს. რუსეთი ცდილობს ყველანაირად გაიხსნას ეს ლოგისტიკური მიმართულებები, იმიტომ რომ ეს ჭირდება 3+3 ფორმატის განსახორციებლად. ეს არის ბატონი კალაშნიკოვი, ბატონი ტაისაევი, ადმინისტრაცია პრეზიდენტის, ეს არის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის, არაოფიციალურად მიდის დისკუსიები რა და როგორ უნდა განვითარდეს. ოთარი მიღებულია პირდაპირ პუტინის გარზე. ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ოთარ ფარცხალაძემ საკუთარ თავზე აიღო შემოიყვანოს საქართველოში ინვესტორები ბრიქსის ქვეყნიდან ფულის ჩასადებად. ბრიქსი რუსეთის მიერ შექმნილი გაერთიანებაა ევროკავშირის საფირწონედ. მასში ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა და კიდევ 5 სახელმწიფოა გაერთიანებული. ფარცხალაძემ მოსკოვში დააფუძნა სპეციალური საშუამავლო კომპანია ბიზავიც, რომელიც ბრიქსის ქვეყნების მოქალაქეებს საქართველოში გასაყიდი ბიზნესის შეძენას თავაზობს. კიბერიანში ვარ. რასთან დაკავშირებით? გამარჯობა, მე ერთი წუთით ბატონო. კითხვა მაქვს, ტევო პირველი ერთი წუთი ბატონო, ერთი წამით. რატომ ეჭიდავებით, კაცო, გეკითხებით, რა შვებით? აინტერესებს, რუსულ საიტზე როგორ მოხდა თქვენი კომპანია? კომპანია ქიმერიონია ერთ-ერთია იმ ქართული ბიზნესიდან, რომელიც რუსებზე გასაყიდად ოთარ ფარცხალაძის კომპანიას ჩააბარეს. ღვინის საწარმო შენობა ნაგებობით და 100 ჰექტარზე გაშენებული 5 სხვადასხვა ჯიშის ყურძნის ვენახით გასაყიდად ცოტა ხნის წინ გამოიტანეს. ფარცხალაძის კომპანიამ კიდევაც პირდება, რომ თუ 1,700,000 რუბლს ჩადებენ საქართველოში, ბინადრობის უფლებასაც გაუკეთებს. გამარჯობა, კიბერიანში სწორად დავრეკე? დიახ, გისმენთ. მაინტერესებს, როგორ დაუკავშირდით ოთარ ფარცხალაძის კომპანიას თქვენი ღვინის კომპანიის გასაყიდად? ოთარ ფარცხალაძის ქალბატონო, როგორ მოგმართოთ? კარგი, დაგიმესიჯებ ნომერს მაშინ და მალავთ რამეს ქალბატონო? ვის ბიზნეს აქტივებს ყიდის ოთარ ფარცხალაძის კომპანია რუსეთის მოქალაქეებზე. ერთ-ერთია პეტრას აპარტამენტები შავი ზღვის კურორტებზე. ასევე კომპანია სავანეს კუთვნილი ღვინის მარანი, ვენახი და რესტორანი თელავში. კომპანია სავანეს ყიდით, ხო? დიახ. კომპანიის გაყიდვის შესახებ ინფორმაცია დევს რუსულ საიტზე bizavy.ru, ფარცხალაძის კომპანიის საიტზე და როგორ მოხდა ამ საიტზე თქვენი კომპანია? ასე არა ვერ გეტყვით. ვიღაც მაკლერებმა აქ იციან რომ ყიდით და შეიძლება ვინმე დადო მე არ ვიცი. სთავაზობენ კომპანიას, მათ შორის თქვენსას და ამას ბონუსად მოჰყვება ბინადრობის მოწმობები თუ კი ბიზნეს შეიძენენ საქართველოში. არ ვიცი, შეიძლება მოიყვანონ ვიღაცა და იყიდოს, ხო, მაგრამ რა ის აკაური მოქალაქეობა ეგ ვარ ფაქტი არ ვიცი. ოთარ ფარცხალაძე ხომ იცით ბატონო ზურა ვინც არის? არა, კი ესე ვიცი, გაგებული მაქიანის ხოლმე როგორ ვიცი. ეს ტელევიზორში ნახე მსყავს. და არ საიდან მოხვდით მისი კომპანიის საიტზე? ოთარ ფარცხალაძე, რომელიც ახლა საქართველოს სახელით კრემლთან დიპლომატიური ურთიერთობების და ოკუპანტ ქვეყანასთან პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენაზე საუბრობს, საქართველოს მთავარი მბრალდებელი იყო. ცდომა ჰქონდა საიდუმლო ინფორმაციასა და პირად მონაცემებზე. ამერიკის შეერთებული შტატების სპეცსამსახურების მიერ გამოძიების შედეგად დადგენილია, რომ ბიძინა ივანიშვილის სანდო კაცი ამ დროის მანძილზე საქართველოში რუსეთის სასარგებლოდ მუშაობდა. რა მისია აკისრია ფარცხალაძეს. ქართულ ოცნებაში ფარცხალაძეზე აუგის თქმის ეშინიათ.
სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენაზე მუშაობთ და ელაპარაკებით ახლა რუსეთს ამაზე ელაპარაკებით ბატონო ირაკლი ჩვენ ზოგადად როის და გცემთ პასუხს ჩვენ ზოგადად მუშაობთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე. ვის ელაპარაკებით ბატონო ირაკლი? სარკინიგზო მიმოსვლა ეხლა მოლაპარაკებები და დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას აპირებთ. პირველი პოლიტიკური განაცხადი ქართული ოცნების მთავრობის ყოფილმა მაღალჩინოსანმა საქართველოდან წასვლის შემდეგ 2023 წელს გააკეთა, როდესაც რუსული პასპორტი აიღო. ქართული მხრიდან ვინ აგვარებდა რუსეთთან და კრემლთან ამ ურთიერთობებს? კრემლთან არ ვიცი ნალაგებდა ურთიერთობას მე ხო ვერ გადავწყვეტი ფრენების საკითხს ან სარკინიგზო მიმოსვლას მე ხო ვერ გადავწყვეტი რომელიც იყო ფრენების აღდგენის პერიოდში ეგ ყველაფერი ჩანს პირადად კობახიძესთან არის ხაზზე ფარცხალაძე არა სლავან როგუთ საიდან მოიტანა მას შემდეგ რაც დუმის დეპუტატებთან ერთად მოსკოვთან პირდაპირ ფრენების აღდგენაზე მოლაპარაკებები აწარმოა ახლა პუტინის სანდო ხალხთან ერთად ეძებს საქართველოში რუსეთის საბოლოოდ შემოსვლის გზებს ირკვევა რომ საქართველოს რკინიგზა ოკუპანტის ახალი სამიზნეა